პირველი ლიცენზირებული მუსიკის ვებგვერდი ქართულ ინტერნეტ სივრცეში. შესაბამის შეთანხმებას დღეს საქართველოს საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციასა და ბრავო რეკორდს შორის გაფორმდა. ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ინტერნეტ სივრცეში გაყიდული მუსიკალური ნაწარმოებებიდან კანონით გათვალისწინებული განაკვეთი ავტორებსა და შემსრულებლებს დაერიცხებათ. ქართულ ინტერნეტ სივრცეში პირველი ლიცენზირებული მუსიკის ვებგვერდი ამოქმედა. შესაბამისი ლიცენზია დღეს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასა და ბრავო რეკორდს შორის გაფორმდა და ამიერიდან ვებგვერდს ბრავისიმო ჯიზე განთავსებული ქართული და უცხოური მუსიკალური ნაწარმოებების ავტორები შემოსავლებს კანონით დადგენილი განაკვეთით მიიღებენ. ვხარობთ ჩვენი ინტერნეტ სივრცე დღემდე სავსეა ისეთი ვებგვერდებით, რომლებიც არ არის ლეგალურად ნებართვის გარეშე ავრცელებენ ნაწარმოებებს, მათ შორის მუსიკალურ ნაწარმოებებს, რაც პირდაპირ საავტორო უფლების დარღვევას წარმოადგენს და სწორედ ესეთი გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ლეგალური ალტერნატივის გაჩენა. ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოში, როდესაც ლეგალურად კანონის დაცვით მოხდა ქართულ ინტერნეტ სივრცეში განთავსება მუსიკალური ნაწარმოებების. საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელის გიგა კობალაძის და ბრავო რეკორდსის პრეზიდენტის ზაზა შენგელიას თქმით, ეს ეგრეთ წოდებულ მეკობრეობასთან ბრძოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. შენგელია შოუ ბიზნესში არსებულ სტაგნაციაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი დიდწილად სწორედ ის არის, რომ ავტორები მათი უფლებების დაუცველობის გამო კუთვნილი შემოსავლების გარეშე არიან დარჩენილნი. აქტით ჩვენ გვინდა რაღაცნაირად დასაბამი მივიცეთ საქართველოში ახალ კამპანიას მეკობრეობის წინააღმდეგ, რომელიც სამწუხაროდ გამოფებულია როგორც ინტერნეტში, ასევე ბაზრობაში და რაც რეალურად კლავს საქართველოში მუსიკალურ ინდუსტრიას როგორც ბიზნესს, როგორც ასეთი კომპოზიტორები, მომღერლები, ტექსტის ავტორები, არანჟირების ავტორები მოკლებულები არიან უფლებას ელემენტარულად, რომ თავიანთი გაწეული შრომის შესაბამისად იქონიონ შემოსავლების გენერაციის უფლება. ეს ხალხი არის დისკრიმინირებული. იმაზე, რომ ლიცენზირებული ვებგვერდის სამუშაოება წინ გადადგმული ნაბიჯია, თანხმდებიან შოუ ბიზნესის წარმომადგენლები. მათი თქმით, შემოქმედებითი საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ ინვესტირებული თანხებისა და გაწეული შრომის ანაზღაურება მოხდება. ცარიელი ხელებით როგორ უნდა გებრძოლა და რა უნდა გაიგეთებინა, ხო? როცა ნახავ, რომ შენი ნაწარმოები იქ ვიღაცა ასრულებს, რომელიც ისეთ რაღაცა მოგონილი აუდიო დისკით, მოგონილი აუდიო კასეტით, რაღაცა ისეთ დაბალ ხარისხოვან სტუდიაში ჩაწერილი, რაც წარმოუდგენელია და ეს ავტორისთვის იყო გულსატკენი. ეხლა ძალიან მიხარია, რომ რაღაცას იმ სხვადასხვა ხერხით რაღაც ძალიან ისეთი ოფიციალურად დაიწყო ეს ყველაფრის მიმართ ბრძოლა. ის რომ შენ ჩაწერო მუსიკა, ამის საკმაოდ ბევრი ხარჯი უნდა გაიღო და არ იყო ეს ანაზღაურებული. და ძალიან მოხარული იქნები თუ რაღაც თანდათან ამ კულტურულ რელსებზე გადავალთ და მივეჩვევით იმას, რომ რაც სიამოვნებაც ფული არის და მუსიკა არის ეს მომენტი, როდესაც გიჭირს ადამიანს, როდესაც გიხოს ყოველთვის გჭირდება. მუსიკა ყოველთვის პურივით და წყალივით არის და ძალიან კარგი იქნება, როდესაც გარკვეულ სტიმულს იგრძნობს მუსიკოსიც ყოველივე და ამ დროისთვის კანონით, რომელიც როგორც საავტორო უფლებების ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, პრაქტიკაში ნაკლებად მოქმედებს, პირატული საქმიანობა 500-დან 3000 ლარამდე ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს. ამას გარდა ავტორს სასამართლოს წესით შეუძლია კომპენსაციაც მოითხოვოს, თუმცა დავის სამართლებრივ ჩარჩოებში გადატანის შემთხვევებიც იშვიათია. ასევე კანონით ტექსტისა და მუსიკის ავტორს პროდუქციის ღირებულების 4.5% ეკუთვნის. ამიერიდან ისინი თანხას მხოლოდ ერთ ვებგვერდზე გაყიდული პროდუქციიდან მიიღებენ, თუმცა ვირტუალურ სივრცეში მუსიკა ისევ ხელმისაწვდომი, უფასო მუსიკაზე მოთხოვნა კი მზარდი რჩება.